მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული დაკავების შესახებ უწყებაში ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა. თემას გვანცა პაპავაძე განაგზობს პირდაპირ ეთერში. გვანცა გისმენთ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე რაულ ქირია დააკავეს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ რაულ ქირიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში დასაქმების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს $3,000 გამოართვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე რაულ ქირია დააკავეს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. გამოძიებით დადგინდა, რომ რაულ ქირია ამავე სამინისტროში ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით $3,000 გამოართვა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიება უკვე დაწყებულია ის სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს. მადლობა გვანცა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვანცა პაპავაძე საუბრობდა.